გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო, ეთერშია გადაცემა ახალი პარადიგმა, რომელსაც მე თენგო ომანიძე გავუძღვები. შეგახსენებთ, რომ ჩვენი სტუდიის გადაცემების ნახვა უკვე შეგიძლიათ ტელევიზიითაც, თავისუფალ არხზე, მაგთიზე 38 მენიუში, ხოლო სილქნეძე 254 არხია, ასე რომ შეგიძლიათ თვალი გვადევნოთ უკვე არა მხოლოდ სოციქსელში, არამედ ტელევიზიითაც ეს რა თქმა უნდა ძალიან კარგი სიახლეა, რომელიც ამ კვირაში გახდა ჩვენი მაყურებლისთვის ცნობილი. რაც შეეხება დღევანდელ გადაცემას, ჩვენი სტუმარი იქნება პოლიტოლოგი, ანალიტიკოსი ირაკლი უბილავა და შევეცდებით მიმოვიხილოთ მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხები. ძირითადად შევეხებით საერთაშორისო პროცესებს, მოვლენებს, რომელიც რა თქმა უნდა ძალიან დიდ გავლენას ახდენ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ რეალობაზე. ირაკლი, მოგესალმებით და დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მინდა დავიწყოთ საუბარი ჩინეთის საკითხით, იმიტომ რომ ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან აქტუალური გახდა ეს სახელმწიფო იმ კუთხით, რომ ბევრი ღონისძიება ტარდება, როგორც ხედავთ, უამრავი ქვეყნიდან სხვადასხვა ღონისძიებებზე დასასრებად, სხვადასხვა ფორმატებზე დასასრებად. ერთგვარი ცენტრი ხდება თითქოს ჩინეთი, ხო? მსოფლიო პოლიტიკის, ეკონომიკის, სოციალური პროცესებისაც კი. მათ შორის ჩინეთში იმყოფება ქართული დელეგაციაც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით და ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა. საინტერესო იქნება მოვისმინოთ შენი მოსაზრება ამ თემაზე, თან განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ჩვენ გვახსოვს ჩვენი ხელისუფლების მიმართ ბოლო პერიოდში კრიტიკა, რომ თითქოს ის გარკვეულწილად იზოლირებულია მსოფლიოში, არავინ მათ არ ელაპარაკება, რა ვიცი, ხა ჩინეთი არ არის, მე ვფიქრობ, ისეთი სახელმწიფო, რომელიც აი ესე იზოლირებულ პოლიტიკურ ჯგუფებს თუ სახელმწიფოებს ეურთიერთება, ხო? ჩინეთი არის ნამდვილად გლობალური მოთამაშე. აი რა პროცესთან გვაქვს ამ შემთხვევაში საქმე, სწორია თუ არა ამ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა ამხრევ. ჩვენ ამდენადაც გვახსოვს ეს პოლიტიკა, ჩინეთთან ურთიერთობის პოლიტიკა 22 წლის სამხედრო კონფლიქტის შემდეგ, რაც დაიწყო უკრაინაში, ამის შემდეგ მოხდა ინტენსიფიკაცია მიმართულებით. შესაბამისად, ჩვენ გვახსოვს სიტუაციის პროცესების რაც ხდებოდა საქართველოში დასავლეთთან მიმართებაში, განსაკუთრებით აქ საუბარია ევროპულ ბიუროკრატიასთან და ამის მერე დაიწყო ერთგვარი დაბალანსების პროცესი სავარაუდოდ, ერთ-ერთი წმინდა პოლიტიკური თვალსაზრისით და საგარეო პოლიტიკური ვექტორის რეალიზაციის კუთხით ჩინეთთან პროჩინურსაც ვერ დავარქმევდი ამას, ჩინეთთან ურთიერთობის ინტენსიფიკაციის პროცესი მართული იყო დასავლეთთან ამ წამოსული ნეგატივის და იმ წნეხის, ჩვენ გვახსოვს ხო საუბარი იყო ევროფრონტის გახსნაზე და მთელი ეს პროცესები როგორ წარიმართა. აქციების გვახსოვს, მიმდინარე აქციები იმ პერიოდის საქართველოში, ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ყვიროდან გვიჩვენია ბომბი დაგვეცეს თავზეო, ვიდრე ნინო ლომჯარია იყო კონკრეტულად ინერტულ პოზიციაში ვიყოთ ომთან მიმართებაშიო. თუმცა ამას შემდეგ გეოეკონომიკური ფაქტორების დაემართა შუა დერეფნის პრინციპი, ეს პროექტი უпростоრად, რომლის ამოსავალი წერტილია ჩინური პროდუქციის ექსპორტი საქართველოს, როგორც დერეფნის სახით საქართველოს გავლით ევროპისაკენ. ჩვენ ვიცით, რომ ძირითადში დღეს მიმდინარე პროცესები ამ გლობალურ ეკონომიკური პროცესებიდან გამომდინარე ძალიან მაღალ დონეზეა ჩინური ინდუსტრია. ტექნოლოგიური განვითარება ჩინეთის სახეზეა რა ყველა მიმართულებით. შესაბამისად ამან გამოიწვია რა იაფასიანი, შედარებითი იაფიანი ჩინური პროდუქციის, ასე ვთქვათ, ექსპორტი ევროპის ქვეყნებში, რაც ორივე მხარისათვის მომგებიანი, როგორც ჩინეთისათვის, ევროპისათვის. შესაბამისად ჩვენი ხელისუფლების თავარ ამოცანას ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში წარმოადგენს, რომ გარკვეული დამაკავშირებელი ღერძი დერეფანი გახდეს, ერთ-ერთი მაინც ამ ურთიერთობაში, ამ ეკონომიკურ ურთიერთობებში და შესაბამისად გარკვეული დივიდენდები ნახონ ეკონომიკურ თვალსაზრისით, ეკონომიკურ ფინანსური თვალსაზრისით. ვინაიდან ჩვენ ვიცით, რომ ამ დეინდუსტრიალიზებულ საქართველოში, სადაც ინდუსტრია ფაქტობრივად მომსპარია, შესაბამისად ინდუსტრიის სიკვდილი ნიშნავს, რომ ტექნოლოგიურადაც ჩამორჩენა გვაქვს ძალიან სერიოზული და შესაბამისად ცდილობენ ამ დერეფნის მეშვეობით ეს სატრანზიტო ფუნქცია იტვირთონ და შესაბამისად გარკვეული დივიდენდები მოუტანონ. ვინაიდან შიდა პოლიტიკურ პროცესებსაც თუ გადავხედავთ, საქართველოში როგორი პროცესია, როგორ ჩანს სოციოეკონომიკური სიტუაცია ძალიან ცუდია, მატერიალურ თვალსაზრისით ძალიან რთულ მდგომარეობაშია ქართული საზოგადოება, შესაბამისად ეს იწვევს რა მართველი ელიტის დელეგიტიმაციის პროცესს. შესაძლოა თვითონაც გააჩნიათ ქვეყნის შიგნით თავიანთი
წმინდა პარტიული სოციოლოგიური კვლევები, სადაც ხდება მათი რეიტინგის ვარდნა და შესაბამისად სულ გარკვეული ეკონომიკური ფაქტორებით ეს რეიტინგი აიმაღლონ, წამოწიონ თავისი მდგომარეობა. აი, ირაკლი, რო ჩაგეკითხო ამ საკითხზე, ტრანზიტული ფუნქცია ეს გასაგებია საქართველოსი. სხვაჯერ წინა ადმინისტრაციის პერიოდში მოხდა, ხო? აი ზუსტად ამ ხაზის გაჭრა, ასე ვთქვათ, გვახსოვს. ხარიბაშვილი იქ ჩასული და აი მაშინ დაიწყო აი ეს ინტენსიური მოქმედება. მე მაშინ მახსოვს იყო საუბარი და ყველაზე უფრო ინტენსიურად რაზეც იყო ყურადღება გამახვილებული ანაკლიის სპორტის მშენებლობა, რომლის ბედი ეხა დღეს როგორც გვარწმუნებენ მიმდინარეობს ეს მშენებლობა, მაგრამ რა ვიცი, აი მე მაქვს ყოველ შემთხვევაში ცოტა პესიმისტური დამოკიდებულება იმ კუთხით, რომ თუ სანამ არ ნახავთ ჩვენი თვალით, რომ იქ რაღაცა მართლაც კეთდება, აი ესე უბრალოდ სიტყვაზე ნდობა არ შეიძლება, მით უმეტეს როცა საუბარია ჩემი აზრით მართლაც უმნიშვნელოვანეს პროექტზე. თუმცა აი რა მაინტერესებდა, როცა ჩვენ საუბრობთ ეკონომიკური სირთულეების დაძლევაზე და სოციალური გარემოს გაუმჯობესებაზე საქართველოში, თვითონ ეს ტრანზიტული ფუნქცია რამდენად არის ამისთვის საკმარისი. ჩინეთი, როგორც შენც აღნიშნე, ეს არის მაღალ ინდუსტრიული, ძალიან განვითარებული ინდუსტრიის მქონე სახელმწიფო, ხოლო საქართველოს ეს არის მთლიანად ინდუსტრიისგან დაცლილი. ხომ არ იქნებოდა უფრო სწორი, უფრო მომგებიანი ჩვენი ქვეყნისთვის, შენი აზრით, აი პირველ რიგში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაჯანსაღებისთვის, რომ აი ამ ტრანზიტულ ფუნქციაზე მეტად გქონდეს აქცენტი სწორედ იმაზე, რომ ინდუსტრიალიზაცია მოხდეს საქართველოში. თუ ვინმე ამის კეთება შეუძლია, ჩინეთს ნამდვილად აქვს ამისი რესურსის და პლუს ამას ინტერესიც უნდა გქონდეს, რომ თუ საქართველო მით უმეტეს მისთვის ტრანზიტულად საინტერესო სახელმწიფოა, მან რომ აქ ინდუსტრია განავითაროს, საკუთარი წარმოება გახსნას და ასე შემდეგ, ბევრად უფრო მალე, მარტივად და იაფად შეძლებს იგივე დასავლურ ბაზარზე წვდომას, ხო, საქართველოს გავლით. აი, ეს არ არის შენი აზრით საინტერესო და ამ მიმართულებით თუ ხედავთ რამეს? ის რა, მე გეთანხმებით, სატრანზიტო ფუნქციის შესრულება ნებისმიერ სახელმწიფოსათვის. ну დღეს ეს შევანაძი და მოყოლებული მთელი ეს პროპაგანდა მიმდინარეობდა, თუ სატრანზიტო ფუნქცია ჩვენ თავს ვირჩენ და შემდეგ. თუმცა არის კულტურულ-მორალური ფაქტორებიც არის, ახლა თქვენ წარმოგიდგენიათ, ახლა თუ სატრანზიტო ფუნქციას იღებს სახელმწიფო, შესაბამისად ჩვენ როგორც ერი ყალიბდა, როგორც მომსახურე პერსონალი. და ну რა თქმა უნდა გეთანხმებით, ინდუსტრიალიზაცია, რეინდუსტრიალიზაციის პროცესის დაწყება საქართველოს ძალიან კარგი იქნებოდა, თუმცა ძალიან რთულია ისეთ გარემოში საქართველოსნაირ ისეთ გეოგრაფიულ სივრცეში მყოფი ქვეყნისათვის, სადაც გეოპოლიტიკური სიტუაცია საბოლოო ჯერ კიდევ გადაწყვეტილი არ არის. ამიტომ არც ერთი დიდი იყო საუბარი, მახსოვს რომ დასავლეთის გვირდებოდა იმ პერიოდებში სააკაშვილის დროს გარკვეული ინდუსტრიული ცენტრების გახსნას შესაბამისად ინდუსტრიის განვითარება საქართველოში, თუმცა ასეთ ქვეყნებში საქართველოსნაირ ქვეყნებში, ხო, რომელიც ეს გეოპოლიტიკურ, გეოგრაფიულ ადგილმდებარეობაზე იმყოფებიან, რომ გადაუწყვეტელია გეოპოლიტიკური სიტუაცია. კონფლიქტი არასდროს არის გამორიცხული. დიახ, რა თქმა უნდა, შესაბამისად, ამას ჭირდება დიდი ინვესტიციები და ინვესტიციების ჩადებას ასეთ ტიპის ქვეყნებში მე მგონი წარმოუდგენელია, ვინც აი რაციონალურად და პრაგმატულად უყურებს აი წმინდა ეკონომიკური მოგებიდან გამომდინარე. მე თუმცა ჩვენ ხო გვახსოვს, რომ საქართველოს ესეთი კი არ იყო, რაც 30 წელია, რაც ეგ პროცესი ჩვენ მანამდე როგორ მოხდა. ამიტომ ეს ანაკლიის სპორტის თემა მე ცოტა ისეთი მგონია რა, ცოტა ბლეფი მგონია, ვინაიდან ამ ხელა თანხას ჩინელები ჩემი აზრით დაჩადებენ ახლა ამ სიტუაციაში. თუ გადაწყდა ისე და გლობალური პოლიტიკის ჭრილში თუ გადაწყდა ისე, რომ ეს მოემსახურება ყველა დიდი მოთამაშის ინტერესებს, დღესდღეობით სოფლიო პოლიტიკაში საერთაშორისო სისტემაში მიმდინარეობს პროცესი რუსულ-ჩინური, აი წმინდა ინტერესებიდან გამომდინარე და ინტერესთა თანხვედრა რა, წმინდა გლობალური გეოპოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, ვინაიდან მათ საერთო მტერი აღმოაჩინეს, ასე რომ ვთქვა, ჩინურ-რუსული ალიანსის თავარი მოწინააღმდეგე გეოპოლიტიკური კონკურენტი შეერთებული შტატები და ზოგადად ანგლო-საქსონური სამყარო აღმოჩნდა. შესაბამისად, ამან გააერთიანა ესენი ერთი მტრის, საერთო მტრის წინააღმდეგ. თუ ეს პროცესი გადაწყდა, სადაც სამივე მოთამაშე, ხო, გვინდა არ გვინდა, სამი დიდი მოთამაშე ყოველ შემთხვევაში, თუ ინდოეთს არ ჩავთვლით კიდე. სამი დიდი გლობალური მოთამაშეა, რომელიც წყვეტს ამა თუ იმ რეგიონში მათი მოქმედებების წყვეტენ ძალთა ბალანსებს. ну აქედან გამომდინარე, თუ რუსეთი, ჩინეთი, შეერთებული შტატები შეთანხმდებიან გარკვეული თამაშის წესებზე კავკასიასთან მიმართებაში. ამ შემთხვევაში შესაძლოა ამ პორტის ანაკლიის აშენებას და გარკვეული რეინდუსტრიული პროცესი, რეინდუსტრიალიზაციის პროცესების დაწყება, ასე ვთქვათ. კი, მაგრამ ამ ჯერ რაც უკრაინაში ხდება და ამ უკრაინის კონფლიქტიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, ტრამპ-პუტინის შეხვედრა გადაიდო. აპრილამდე გადაიდო თუ არ ვცდები, იმიტომ რომ ტრამპმა ოფიციალურად განაცხადა, რომ აპრილში უნდა ჩავიდეს
ჩინეთში და სი ძინპინს შეხვდება ისევ ჩინეთში პეკინში და შესაბამისად მოწვევა მოხდეს და სამეული სამიტი შეიქმნა შედგეს პეკინში. აქედან შეიძლება იგადაწყდეს ეს თემები. თუმცა ამ დღევანდელი გადმოსახედიდან, დღევანდელი ძალთა ბალანსიდან გამომდინარე მე არ მგონია ასე ჩანს ყოველ შემთხვევაში. რა არის აი ამ ნებისმიერ ეკონომიკურ პროექტს, ეკონომიკა სჭირდება ძალისმიერ კოლგა კი ბატონო და შესაბამისად ამ დიდმა რეგიონალურმა სახელმწიფომ თურქეთიც არის რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში უკვე რეგიონალური მოთამაშე და თურქეთის ინტერესების დაცვას მოხდეს ხო ჩვენ არ ვიცით ახლა როგორ გამიტარდება რას მოვილაპარაკებენ რა ძალთა ბალანსები დაგვიждდება აპრილის მერე თუნდაც ერთ წელიწადში ან კიდევ უფრო იქ აი რა არის ამ შეთანხმებისთვის მთავარი პრობლემა იმიტომ რომ ეს შეხვედრა გადაიდო, თუმცა მანამდე კიდევ ბევრი სხვა შეხვედრაც გადაიდო და ზოგადად ხო გვახსოვს ეს პროცესი. მათ შორის ჩვენი ხელისუფლების ფსონი, ასე ვთქვათ, ამ პროცესში მეჩვენება, რომ ნამდვილად ეს იყო, რომ როცა მოვა ტრამპი ამერიკის ხელისუფლების სათავეში, დასრულდება უკრაინასთან კონფლიქტი, მოხდება რაღაც დიდი გადანაწილება მსოფლიოში და ამის შემდეგ უკვე ჩვენ ყველანი კარგად ვიცხოვთ, ამოვისუნთქებთ, აღარ იქნება ამ ხელა ზეწოლახის და ზეწოლა საქართველოს. ეს გვესმოდა. მართლაც მოხდა ესე, რომ ტრამპი გახდა ამერიკის პრეზიდენტი, მას ჰქონდა კონკრეტული მცდელობები, მაგრამ ვერ მოხდა ხო აი ამ პროცესის დასრულება. ფაქტიურად ის ფსონი, რაც ამ შემთხვევაში ჩვენ ხელისუფლებას ედო, ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში არ გამართლდა. აი რა არის შენი აზრით მთავარი ამ შემთხვევაში აი ამ შეთანხმების, ამ დიდ გლობალურ მოთამაშეებს შორის შეთანხმების მთავარი ხელშემშლელი ფაქტორი ეს არის უკრაინა, ეს არის ზელენსკი თუ არის კიდე რამე სხვა ფაქტორი? მე მგონია უკრაინის კონფლიქტი საერთოდ მე ამ სიტუაციას დღევანდელ საერთაშორისო სისტემას, მის ფუნქციონირებას როგორ უყურებ და როგორ შეიძლება დაждდეს ახალი ძალთა ბალანსი და შესაბამისად ახალი წესრიგი შეიქმნას. მე ამის რეგიონალიზაციას ვახდენ, გესმით? თუ ადრე სანამ ბირთვული იარაღი იარსებებდა, მანამდე გლობალური ომის შედეგების საფუძველზე ხდებოდა ახალი მსოფლიო წესრიგი შექმნა, ხო, ჩვენ ვიცით 4 თუ 5 სისტემა ახალი საერთაშორისო წესრიგები უფრო სწორად. დღეს ამ ბირთვული იარაღიდან გამომდინარე, მასობრივი განადგურების იარაღი თუ ამ დიდ მოთამაშეებს შორის მოხდა გლობალური კონფლიქტი, ეს გამოიწვევს კაცობრიობის განადგურებას და შესაბამისად ამაზე არც ერთი მხარე წამსვლელი არ არის. ამიტომ მე რეგიონალიზაციას რაზე ვიყენებ ამ ტერმინს. ვინაიდან ჯერ სამხრეთ-დასავლეთით რუსეთისგან სამხრეთ-დასავლეთ, უკრაინაზე აქვს საუბარი, ხო? ეს კონფლიქტი მოჩენილი არ არის და ის ძალთა ბალანსი რაც საფუძველი იქნება ახალი წესრიგისა, რეგიონალური წესრიგისა იმ მიმართულებაზე. ჯერ შექმნილი არ არის. შესაბამისად, ამის მერე მოხდება უკვე მეორე რეგიონზე გადასვლა. შესაბამისად, მე აქ გულისხმობ და ჩემ მოსაზრებით, გეოპოლიტიკური ლოგიკა ყოველ შემთხვევაში ამას ვკარნახობს, რომ შემდგომი რეგიონი იქნება სამხრეთ კავკასია, ცენტრალური აზია, დაახლოებით მიბმული რეგიონები ეს ერთმანეთთან. შემდგომ იქნება სამხრეთ კავკასია. იქ რეგიონალურ ძალთა ბალანსი და ახალი წესრიგი შეიქმნება. შემდგომ ასეთ ტიპის კონკურენცია იქნება უკვე სამხრეთ კავკასიაში. შეიძლება იქ დაახლოებით იგივე სცენარით ველოდოთ აქაც ომის სცენარს. თუნდაც, იმიტომ რომ ხედავთ რომ უკრაინაში ესე ხდება ყოველ შემთხვევაში ძალთა ბალანსი. არაფერი გამორიცხული არ არის გეოპოლიტიკაში, საერთაშორისო ურთიერთობებში გამორიცხული არის თუ გარკვეული თამაშის წესები, აი წმინდა პოლიტიკური თამაშის წესები ვერ წყვიტავს რეგიონალურ წესრიგს ახალს, ვერ თანხმდებიან მოთამაშეები, მაშინ რომელიმე მხარე ცდილობს იგი სამხედრო ძალით შეცვალოს ეს მდგომარეობა რეგიონში. და შესაბამისად სამხედრო ძალით გამოყენების შემდეგ რა ბალანსი შეიქმნება იმის საფუძველში დაახლოებით უკრაინაში. ეს მოხდება ახლა უკრაინაში. აი ჩემ მოსაზრებით, მაგალითად უკრაინის კონფლიქტი რაზე ასრულდება, როგორც ჩანდა და როგორც ორივე მხარე აცხადებდა რუსულმა მხარემ ამ შემთხვევაში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა პუტინმა მოითხოვა დონბასის განთავისუფლება. თუმცა უკრაინულ მხარემ მესმის ახლა უკრაინულ მხარესაც მესმის, ვინაიდან ისე უბრალოდ ტერიტორიის ჩაბარება, არ ხდება ხოლმე ახლა მსოფლიო პოლიტიკაში. ანუ ამდენი ხანია რომ შენ გინდა შენი იყოს, მაშინ სამხედრო ძალით უნდა დაიპყრო, უნდა გამოართვა ეს ტერიტორია. მოახდინო მისი ოკუპაცია. შესაბამისად ეს პროცესი მიმდინარეობს და მე მგონი ტრამპი და პუტინი შეთანხმებულები არიან იმაზე, რომ დონბასის შემდეგ დაიწყება სერიოზული მოლაპარაკებები უკვე როგორ მოხდეს იმ რეგიონალურ წესრიგის შექმნა სამხრეთ-დასავლეთით. ანუ ერთ წამი რო დავაზუსტოთ, მოსაზრება იქნება ასეთი და პრინციპში იმიტომ ვაზუსტებ, რომ მეც ნაწილობრივ ამას ვიზიარებ, ეს შეჩერებული მოლაპარაკებები გაწელილი დრო, ეს არის ასე ვთქვათ, რუსული მხარისთვის მიცემული ლუფტი, რომ აი ამ პერიოდში მოახდინე რაღაც გადავისწრება. როგორ ჩანს ახლა ბოლო პროცესები რაც ხდება სამხრეთ უკრაინაში, ხო, დონბასის ტერიტორიაზე, პაკროვსკის მიმართულებაზე. ჩანს, რომ ძალიან ჩქარობენ რუსები უკვე ამ მიმართულებით, რათა დონბასს
თლიანი დამორჩილება მოახდინა. მგონი გავრცელდა კიდეც განცხადება, ხო? ერთ-ერთი ამ რეგიონის ხელმძღვანელობიდან რომ თებერვლის თვე არის. ხო, რაღაც მეც დავიკითხე კი ბატონო, თებერვლის თვემდე დონბას რეგიონის თლიანი შემოერთება უნდა განახორციელოს სამხედრო გზით. ეხლა თებერვალში მორჩება თუ აპრილის თვეში მე არ ვიცი, ვერ გეტყვით. თუმცა ამისკენ მიდის ეს გასაგებია. ერთადერთი რაზეც შეთანხმებულები არიან, როგორც ჩანს, ეს არის უკრაინის ნატოში ინტეგრაციის ხო, აი ეს მე მეკითხა, მხოლოდ დონბასი ხო არ არის ამ ომის მთავარი მიზეზი. პირველ წყარო, ამას ყველა გამოსვლაში სხვათა შორის პუტინი იქნება, თუ ლავროვი იქნება, თუ პესკოვი იქნება, ვინც აკეთებს ამ საკითხებზე კომენტარს, ყველა უსვამს ამას ხაზს, რომ ამ ომის მშვიდობის დამყარების მთავარი საფუძველი რუსული მხარისთვის არის ძირეული მიზეზების აღმოფხვრა, რამაც გამოიწვია ეს კონფლიქტი. რა არის ძირეული მიზეზი? ეს პრინციპში თავად რუსული მხარის მხრიდან არის დასახელებული და პირველი და მთავარი საკითხი აქ არის სწორედ ნატოს ინფრასტრუქტურის განვითარება უკრაინაში აღარ უნდა მოხდეს, ანუ ნატო აღარ უნდა გაფართოვდეს ამ მიმართულებით და ამას უნდა კონდეს იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი უნდა შედგეს ალბათ ამ საკითხზე. და ნუ ეს დენაციფიკაცია გასაგებია რუსულენოვანი საზოგადოების პატივისცემა, აი ეს არის მთავარი საკითხები, რის გამო ჩვენი ომი დავიწყეთ. ამის გადაწყვეტის გარეშე აქ მშვიდობა არ იქნებაო. ანუ რა გამოდის მაშინ იგივე შენი ლოგიკიდან გამომდინარე, რომ ნატოს საკითხი პირობითად უკვე გადაწყვეტილი და დასრულებულია. ამას ამერიკული მხარეც ადასტურებს, რომ დასრულებულია ეს თემა. ვინაიდან ახლა თუ ამერიკელებმა გადაწყვეტეს, რომ უკრაინა ვერ გახდება ნატოს წევრი, შესაბამისად ვერც გახდება ეს. ვინაიდან შეერთებული შტატები ეს არის სახელმწიფო, რომელიც არის მთავარი სახელმწიფო. როგორც ეკონომიკურ თვალსაზრისით, მისი დაფინანსების თვალსაზრისით და სამხედრო სიძლიერეს თვალსაზრისით. ნუ შესაბამისად, თუ ამერიკელები იტყვიან, რომ არა, ეს დასრულებულია და ამერიკული მხარე ამბობს, რომ არა. წერტილი, ნუ ტრამპის ეს ადმინისტრაცია ყოველ შემთხვევაში ამას ამტკიცებს, რომ არა. ყოველ შემთხვევაში რუსეთს მიჭირდება ამის ხელშეკრულება, როდესაც გაფორმდება, აქ პირდაპირ ჩაიწერება ეს ამ ხელშეკრულებაში. თუმცა მე საერთოდ იმაზე ვარ, რომ ამერიკელებს დასავლეთ ზოგადად უკრაინის არ საქართველოსი ნატოში ინტეგრაციის, ნუ არანაირი სურვილი არ გააჩნია. მას ვინაიდან ნატო უკრაინის ნატოში ინტეგრაციის შემთხვევაში და თუ რამე გლობალური კონფლიქტი მოხდა, მას მეხუთე მუხლის ამოქმედება მოუწეს დაუშვათ უკრაინასთან, ამ შემთხვევაში უკრაინაზე ვამბობ და უკრაინასთან მიმართებაში. შესაბამისად, მათ სურთ რომ ეს იყოს არანატოს წევრი სახელმწიფო, რომელიც მის თამაშს დაემორჩილება და ერთგვარი სადგის ფუნქცია შეასრულებ და ნუ თავის დროზე, ხო, უკრაინელები თავისი მიდან ჩვენ სამხრეთ კავკასიიდან. თუმცა ამით რაიმე ვალდებულება დასავლეთს არ წარმოიშობა. რა თქმა უნდა, ის გლობალურ ომში ვერ ჩაერთვებოდა, მას მიზეზად ნუ მიზეზს დაასახელებდა რომ ეს არ არის ჩვენ ორგანიზაციის წევრად და მეხუთე მუხლია ვამოქმედოთ და ეს გამოიწვია ნუ ეს მიუთითებს იმაზე მათ დამოკიდებულებას მათ უბრალოდ სურთ ამ სახელმწიფოების გამოყენება რუსეთის წინააღმდეგ და სხვა დანარჩენი მეორე ხარისხოვანია უკვე მაგათთვის. რაც შეეხება დღეს კი ამერიკის ადმინისტრაცია წმინდა ოფიციალურად დასტურებს და სხვათა შორის როცა საუბრები მიდის აი რუსული მხარასაც ამბობს თუნდაც პრეზიდენტი მის რა ქვია პუტინის და მისი მრჩევლები რომ ჩვენ მიუყვებით თქვა ლავროვმას განაცხადა ჩვენ მიუყვებით იმას რა გეგმას რაც ანკორიჩანო იმაში ალიასკაზე შეხვედრის დროს მოვილაპარაკეთ. ნუ შესაბამისად თქვა იქიდან მოდის მოლაპარაკება დონბასიდან თავისუფლებს მე ჩვენ მზად ვართ გარკვეულ ხელშეკრულების დადებაზე წამოვიდეთ ომის შეჩერებასთან მიმართებაში. ნუ ეს არის მიმართება ნახოთ აბა რამდენი ხანი დასჭირდება. კი ბატონო, აი მოდი აი ნატოს და ნეიტრალიტეტის საკითხს რო დაუბრუნდეთ. უკრაინის შემთხვევაში ვთქვით ჩვენ ეს რომ ამერიკის და ღიად არის გაცხადებული კელოგის მხრიდან გასაგებია. კელოგმაც განაცხადა კი ბატონო. ღიად იყო ნათქვამი რომ ჩვენ კი ბატონო მზად ვართ რომ შევქმნათ მათ შორის დოკუმენტი რომლითაც გარანტირებული ექნება რუსეთს რომ მაგ მიმართულებით საქართველოს იყო დასახელებული უკრაინა და მოლდოვა ამ მიმართულებით აღარ ასე ვთქვათ გაფართოვდება ნატო. თუ ეს ეხება უკრაინას, უნდა ხვდებოდეთ და ალბათ გვესმოდეს, რომ ეს ეხება საქართველოსაც, ხო მართალია? ის რომ საქართველოს და პრინციპში ხარ რო თქვა, აღარც უკვე ოპოზიციას აღარ იკლავს ნატოს ხსენებით. კი, ევროკავშირი არის კვლავ აქტუალური თემა, ამ საკითხზე აგერ აქციების ეწყობა, რამდენკაციანი ამნიშნულობა აქვს, მაგრამ ხალხი გამოდის ამ თემაზე გარეთ. ნატოს ხსენება საქართველოსთან მიმართებაში უკვე ქართული პოლიტიკური ველიდანაც გაქრა. ხომ არ შემოდის ასეთ დროს მართლაც ნეიტრალიტეტის საკითხი. დღის ეს რიგში ხო არ შეიძლება რომ ეს საკითხი დადგეს საქართველოსთვის და სხვა შორის ეს არ არის ასე ვთქვათ უკვე
როგორ თქვა, შორს მდგომი თემა ქართული პოლიტიკური სპექტრიდან ჩვენ ხედავთ, რომ ამ თემის ირგვლივ პოლიტიკური ჯგუფები ჩნდებიან და ნეიტრალიტეტის თემა როგორც ასეთი ხდება აქტუალური ჩვენს პოლიტიკაში. რამდენად არის ეს რეალობა საქართველოსთვის, თუ მართლაც ნატოს წევრები ვერ ხვდებით, ვერ გახვდებით ამ სამხედრო ალიანსის წევრი, ხო არ იქნებოდა გონივრული, რომ ემჟელა საქართველოს ხელისუფლებას ნეიტრალიტეტის გამოცხადებაზე აქვს, თქო, ნეიტრალიტეტის. მეც გარკვეულმა ჯგუფებმა განაცხადეს, ხო, მეც წავიკითხე სადაც ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით, თუ არ ვხვდები რაღაც პარტიას აფუძნებენ ამ მიმართულებით. იცით რა, დღევანდელ სიტუაციაში, როცა ნეიტრალიტეტზე ვსაუბრობთ, მაშინ უნდა შევთანხმდეთ რა ტერიტორიულ საზღვრებში უნდა იყოს საქართველო. ესმით? რა ხდება? ვინაიდან ნეიტრალიტეტის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპი არაბლოკური პრინციპი, ხო? მთავარი ამოსავალი წერტილის არის არაბლოკური პრინციპი. შესაბამისად, ნეიტრალიტეტი ითხოვს რას, რომ კონკრეტული ნეიტრალური სახელმწიფოს ტერიტორიაზე მესამე სახელმწიფო, მეორე თუ მესამე ნიშნულობა რა აქვს, სამხედრო ბაზა არ უნდა იმყოფებოდეს, ხო? აი ჩვენთან ამ შემთხვევაში ამ ნეიტრალიტეტის პროექტის რეალიზაცია ძალიან რთული იქნება. მე რაზე ვამბობ, რომ ეს უნდა დავადგინოთ, მას შევთანხმდეთ რა ტერიტორიულ საზღვრებში მოგვიწევს მომავალში ამ ქვეყანაში ცხოვრების. ანუ თქვენ გულისხმობთ, რომ ვინაიდან დღეს ოკუპირებულ რაიონებში არის განთავსებული რუსული სამხედრო ბაზები, მაშინ ჩვენ თუ ნეიტრალიტეტს ვაცხადებთ, მაშინ ტერიტორიებზე უარი უგვიწევს, ეს ერთი. მეორე, თუ ნეიტრალიტეტი გვინდა, კი ბატონო, გეთანხმებით, მაშინ თუ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთზეც, ვაცხადებთ პრეტენზიას ამ შემთხვევაში, ხო? მაშინ ძალისმიერ მოთხოვნა უნდა გავუყაროთ რუსული არმია სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან. და მე გამოვაცხადოთ ნეიტრალიტეტი. კი ბატონო. ეხლა ამდენ რეალური გონია თქვენ ეს შეძლებს ქართული არმია ამის განხორციელებას, ამის რეალიზაციას. იქნება ეს იყოს რუსეთთან შეთანხმების ერთ-ერთი წინაპირობა, რომ ამ ძალისმიერ მეთოდებით კი არა, უბრალოდ გასაგებია, რომ საქართველოში ეხლა რაც არ უნდა ამ იურიდიულ ნიუანსებზე ვსაუბრობდეთ, თუ აი გლობალური მოთამაშეები, განსაკუთრებით რეგიონული მოთამაშეები არ თანხმდებიან იმაზე, რომ შენ ნეიტრალური უნდა იყო, რა ეხლა შენ თუ რა შეწერ კონსტიტუციაში რა მნიშვნელობა აქვს, ხო? თუ მოგიწია დაპირისპირება შესვლა, მოგიწევს გინდა ნეიტრალური გეწეროს და გინდა ბლოკიანი სტატუსი, რა მნიშვნელობა აქვს და იქნება ეს იყოს სწორედ რუსეთთან სწორი სავაჭრო თემა. კი, მე თქვენ დაახლოებით მე ხა საუბრობთ ავსტრიულ მოდელზე არის ნეიტრალიტეტის ავსტრიული მოდელი. კი ბატონო, ზუსტად. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 45 წლიდან, როგორც გერმანია, ისე ავსტრიას გაიყო საოკუპაციო ზონება. 4 ზონად ორივე სახელმწიფო შემდეგ მოხდა მათი დაყოფა დასავლურ საოკუპაციო ზონად და აღმოსავლეთ საოკუპაციო ზონად. ერთ მხარეს დასავლური სახელმწიფოები აკონტროლებდნენ, შეერთებული ვიცით რა ახლა შეერთებული ბრიტანეთი და შემდეგ. ბრიტანეთი და ასე. სხვადასხვა შორის 45 წელს საბჭოთა კავშირი, სტალინი კონკრეტულად ამ შემთხვევაში, ხო, ითხოვდა გერმანიის აი ზუსტად ამ ფორმატ ნეიტრალიტეტს, ჩვენ გავდივართ და თქვენს გაიყვანეთ. ეს მან ვერ მოხდა დასავლეთი ამის წინააღმდეგ წავიდა, პირველ შეერთებული შტატები. და შესაბამისად მოხდა ამ სახელმწიფოს დაყოფა, დასავლეთი აღმოჩნდა ნატოს გავლენის ქვეშ, აღმოსავლეთი მე ვარშავის ხელშეკრულების. ამ შემთხვევაში ესე იგი სტალინის პოზიცია იყო, რომ საოკუპაციო ზონები არ შექმნილი იყო, გავიდეთ და დავტოვოთ ნეიტრალიტეტი. სტალინის პოზიცია იყო ნებისმიერ ავტორს უწევია, თუნდაც დასავლურ ავტორებს. ეს ვინც სოფლიო პოლიტიკის ვიღაც ლიტერატურა ვისაც აუკითხავს, მე შემიძლია მიუთითოს ყველას, ვისაც ჩემი არჯერ დასავლურ ავტორებს მიუთითებ. ძალიან წამყვანი მეცნიერები დასავლეთი, რომლებიც ამას პირდაპირ წერენ თავიანთ ნაშრომებში, თავიანთ წიგნებში. ეს ამის რეალიზაცია მოხდა შემდგომში ავსტრიის მაგალითზე, ეს 55 წელი და ავსტრიის მაგალითზე მოხდა ამის რეალიზაცია. თუმცა აქ რა განსხვავებაა ახლა? თუ რუსეთს უჭირავს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, პირველი მინუსი პირველი ფაქტორი. თუ უჭირავს საქართველოს ტერიტორიას, კი, ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს მიხეილ სააკაშვილის დროს, მანამდე შევარნაძის დროს დასავლური სახელმწიფოების გავლენის ქვეშ იმყოფებოდა ამა თუ იმ ფორმით, მათ შეეძლო გარკვეული ზეწოლა მოიხდა. დღესაც მე ვთვლი, რომ გარკვეული დასავლური სახელმწიფოები გარკვეულ ზეწოლას ახდენენ დღევანდელ ჩვენს ხელისუფლებაზეც. და თავის გავლენები აქვს. ბოლო პერიოდის ეს ბოლო რამოდენიმე თვის პოლიტიკა, ამათ საგარეო პოლიტიკა ამაზე მიუთითებს ნათლად. თუმცა პირდაპირ ოკუპაცია ამ შემთხვევაში, რაც რუსეთს არ აწყობს მესამე იმის შემოსვლა, ხო? ასეთი ტიპი არ გვაქვს. ასეთი მოდელი ამ შემთხვევაში, რომ რუსეთი მოელაპარაკოს და უშუალოდ თურქულ არმია, თურქეთს ან ვინც იქნება. რო შენს გადინეთ. მე შენს გადი ეს სიტუაცია არ გვაქვს. მესამე სიტუაცია რუსეთმა რომ დაუშვათ თანხმობა განაცხადოს ამის აღიარებაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ აზერბაიჯანის, სომხეთის დღევანდელი სიტუაცია, ხო, მიმდინარე პროცესზე. რუსეთის წინა მოკავშირეები არ არიან
და ერთადერთი ბაზა, რომელიც აკავებს სამხრეთიდან დრეივს მოწინააღმდეგე ჯარების, ეს არის გიუმრის ბაზა. ხვალ რომ მოისურვოს დაუშვათ და ასე რომ ვთქვათ, სომხურმა მხარემ ამ ბაზის დახურვა და შესაბამისად ის ზანგეზურის დერეფანი გაიხსნას, რაც თურქეთი აზერბაიჯანის დამაკავშირებელი ღერძი იქნება. კაი, საქართველო იქნება დამოუკიდებელი. თუმცა როგორც პლაცდარმს გვერდს შემოული საქართველოს და აზერბაიჯანის გავლით მოხდა. რა თქმა უნდა, ის მოსახდე. კი ბატონო. ამიტომ მე არ მგონია რუსეთი ამ ნეიტრალიტეტის ფორმას და მაგრამ ამ შემთხვევაში ხო არ უფრო მეცაც ყურადღებიდან სომხეთი რომელიც არ არის ეხლა თურქული კოალიციის წევრი, ხო? როგორ არის ეხლა რას უძახით თქვენ? კოალიციის წევრი ჯერ არ არის ფორმირებული ეს კოალიცია, თუმცა იმის რა გვარია ფაშენიანის პოლიტიკა, პროდასალური შენიღბვით მიდის თურქეთისგან, ვინაიდან საგარეო პოლიტიკურ დოქტრინებში 90-იან წლებიდან მოყოლებული ისინი თავის კონცეფციაში მითითებული გააქვთ და განსაკუთრებით რეალისტებს, რომ რეგიონი, გლობალიზაციის პროცესი თუ ვერ განხორციელდა და ერთ ცენტრა ვერ იმართა, შესაბამისად მოხდება რეგიონების რეგიონალიზაცია, თითო რეგიონს ჩვენი მოკავშირე გააკონტროლებს და კავკასიის მიმართულებით ამ კონცეფციის მიხედვით ნატოს წევრი თურქეთის მეშვეობით დამოხდარიყო ამ სამხრეთ კავკასიის კონტროლი. ან ჩვენ ნატოში შევდივართ, იგულისხმება რომ ჩვენთან თურქული ზონაში კი ბატონო, თურქული გავლენის ზონაში შევდივართ. ეს ერთი. ეს მოდელია. საქართველოს შეეძლო ნეიტრალიტეტის გამოცხადება, მე ამას უფრო დავარქმევდი სპარსულ მოდელს. ვინაიდან 1921 წლის 26 თებერვალს დაიდო ხელშეკრულება საბჭოთა რუსეთსა და իրანს შორის. სპარსეთს შორის. მე 25 წლიდან დაიწყო საფეხლებები მოვიდნენ, ირანი დაერქვა, გადაარქვეს. ამ ხელშეკრულების მიხედვით ძალიან საინტერესო პუნქტი იყო. მითითებული იყო პირდაპირ, თუ მოწინააღმდეგე მხარე მესამე სახელმწიფო თავის ჯარებს შემოიყვანს, საბჭოთა რუსეთს ეძლეოდა შესაძლებლობა შეიყვანა თავის ჯარები მის შესაკავებლად, მესამე სახელმწიფო მოწინააღმდეგე შესაკავებლად. და სხვა შორის ამის რეალიზაცია მოხდა 51 წელს. ბრიტანულმა საბჭოთა არმიამ მოახდინა მისი ოკუპაცია, მიზეზად მოიგონეს კი რეალურად ასე იყო და ახლად 1000-მდე გერმანელი ჯარისკაცი იმყოფებოდა, ეს ბრიტანელებმა დაიწყეს ოპერაცია და შემდგომ საბჭოთა თავის ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ამ ხელშეკრულების რეალიზაცია დაიწყო პრაქტიკაში. თუმცა როცა მორჩა ეს პროცესი ორივე მხარე გავიდა და შესაბამისად შეინარჩუნა. ჩვენ შეგვიძლია ამის განხორციელება 2008 წლამდე, მაშინ რუსები მოდიოდნენ ამ თემებზე, მაშინდელი პოლიტოლოგების მათი განცხადებებიც იყო ამ თემებზე, რომ ასეთი ტიპის ხელშეკრულების გაფორმებას ითხოვდნენ საქართველოსთან. აი მაშინ შესაძლებელი იყო ეს. თუმცა 2008 წლის ომის მერე ეს ბალანსი შეიცვალა, მათ ოფიციალურად აღიარეს სამხედროს და ბევრად მომგებიან სიტუაციაში აღმოჩნდნენ და ახლა გასაგებია აღარ აწყობენ. ეხლა უკვე აღარ გაიყვანა გამორიცხული ამ სიტუაციის, ვერ ხდება რა, სოფლიო პოლიტიკას არ ახსოვს. ასეთი პრაქტიკა რომ თავის ნებით გავიდეს ერთი მხარე და დაუთმოს ყველაფერი თუნდაც ნეიტრალიტეტის ხარჯზე რომელიმე მეორე მხარეს. არ ხდება ასეთ რაღაცები. ან ძალით უნდა გაყარო, გააგდო, სხვანაირად ვერ მოხერხდება ეს. ამიტომ მე ვთვლი რომ ამ ეტაპზე ნეიტრალიტეტის თემა ჩემი აზრით უნდა დაიხურო საქართველოში დასახური თემაა. თუ რა თქმა უნდა აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთის აღიარებას ვაპირებთ ამ ერთადერთი ფაქტორი. ასე რომ ვთქვათ, აღიარების პირობებში შესაძლებელია ისიც ეჭვიშკეს დააჭვით უყურებ ამ სიტუაციას ახსენეს სომხეთი. იმ ზანგეზურის კორიდორიდან გამომდინარე, დერეფნიდან გამომდინარე, თურქულ-აზერბაიჯანული ალიანსის პირობებში ის რუსეთი მის წინააღმდეგაც წავა. ეს ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში გამორიცხულია. ანუ რუსეთი რომ მძდათანხმდეს საქართველოს ნეიტრალიტეტს, ჯერ ერთი ამით ვერ წაზღვევს იმ საფრთხეს, რისი დაზღვევა შეიძლება უნდოდეს, იმიტომ რომ შეიძლება აი რუსული მხარე მოიცით როგორ კი ბატონო დათანხმდეს, ოღონდ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთის გარეშე. მაგაზე ახლა შეიძახიან გასო რა პრობლემა აქვს იმას თუ უნდა მოხდეს ესე რომ აღიარო ხო ქართულმა მხარემ უნდა აღიარო მაგას რუსები ეხასთან ახმა არიან რომ დაანებეთ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს თავი არაფერი პრობლემა არ აქვს სტატუს კო თუ უნდა დაუჭირდება თუ გაუჭირდება პრობლემების გამოუჭდება პრობლემის გამოუჭდება იმ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი აღიარებული დარჩება ან ოსეთთან მიერთებული დარჩება ჩვენ აღარ დაგვრჩება ხელში არანაირი კოზირი რომ ამას რაიმე ნეიტრალიტეტის საუბარი მე მგონია რომ ცოტა ესეთია რა
საფრთხილო თემა. საფრთხილო თემა ეს ერთი და მეორე ესეთი ადამიანები, ვინც ამ ნეიტრალიტეტის თემას ეხება, ამ ძალთა ბალანსის პირობებში ცოტა საერთაშორისო ურთიერთობები და კავკასიის გეოპოლიტიკა მარტივად რო თქვა არიციან რა, ესეთ ადამიანები არიან თქო ამ პროცესებში ჩართულები. კი ბატონო, აი ლავროვის განცხადებასაც რო შევეხოთ, რომელიც დაახლოებით 1 კვირის წინ გააკეთა რუსეთის პირველმა დიპლომატმა, ძალიან საინტერესო იყო მინსკში გააკეთა მან ეს განცხადება. უკვე იქ ევრაზიული ფორუმის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე და მან ხაზგასმით აღნიშნა სამხრეთ კავკასიის საკითხი. მან თქვა ასეთი რამ და სხვა შორის ეს იშვიათი განცხადება არ გვინახავს ასეთი კატეგორიული განცხადება ბოლო პერიოდის განმავლობაში, რომ გარკვეული ძალები დასავლეთში ცდილობენ რუსეთს ჩამოაშორონ სამხრეთ კავკასია და ჩვენ ამას ნებისმიერ მეთოდით გავუწევთ წინააღმდეგობას. აი ეს იყო რუსეთის პირველი დიპლომატის განცხადება. ნუ რას ნიშნავს ეგ გასაგებია? მე მგონი მაყურებლისთვისაც რომ ის ილუზია რომ რუსეთი რაღაც ვეღარ იცლის კავკასიისთვის და აღარა კი შეიძლება რაღაც პერიოდით და გასაგებია რომ სხვა მიმართულებებზე უფრო იყოს გადართული, მაგრამ ის რომ რუსეთის საქართველოს კავკასიის მიმართულება რაღაც არ აინტერესებს და ინერტულია, მე ვფიქრობ რომ ეს ასე არ არის. მაგრამ საინტერესო არის, ეხლა რატომ მოხდა ამ განცხადების გაკეთება? ჩვენ ხედავთ რომ ეს პროცესები კავკასიაში, მათ შორის სომხეთში, მათ შორის აზერბაიჯანში, საქართველოში, აი ბოლო რამდენიმე წელია, ხო, მიმდინარეობს ეს გადაჯგუფებები, ვის ბანაკში გადადის, რთულია რომ გაარკვიო. ნებისმიერ შემთხვევაში ცხადია რომ კავკასიაში იქნება ძლიერი თურქული ბლოკი და მე ბრიტანო-თურქული ბლოკი კი ბატონო იქნება და დიდი გულის ტკივილით ვფიქრობ რომ საქართველოს როგორ ჩანს და საქართველოს ხელისუფლება როგორ ჩანს ამ მიმართულებით საკმაოდ აქტიურად მუშაობს რომ აი ამ ბლოკთან კონდეს ინტენსიური კავშირი. დღეს ლავროვის ესეთი განცხადება დღეს რა ანუ 1 კვირის წინ ამ კონტექსტში ლავროვის განცხადება რას უნდა ნიშნავდეს და არის თუ არა ყურადსაღები თუ ეს ხომ მართლაც ისე უბრალოდ პრესისთვის გაკეთებული ნათქვამი? არა მგონია რომ პრესისთვის ყოფილიყო აკეთებული, მას პრესისთვის აკეთებენ გოსდუმის დეპუტატები. ანგლის დაპარანგი ჩინოვნიკები. ახლა პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საგარეო საქმეთა სამინისტრო და საგარეო საქმეთა მინისტრი ასეთ განცხადებებს მერწმუნედ არ აკეთებენ. ნუ ამ თქვენ სწორად აღნიშნეთ რომ გააქტიურების ფონზე მოხდა. თუ მანამდე ქართული მხარე ამ შემთხვევაში საქართველოსზე ვიტყვი ამ შემთხვევაში. და სხვადასხვა აზერბაიჯანული და სომხური მხარე ცოტა ისეთი პოზიცია იჭირა, ასეთი შუალედურ ნეიტრალური ასე რომ ვთქვათ, ხო? გამოჩნდა, ნუ გაჩნდა ესეთი პირობები, გეოპოლიტიკური სიტუაციები, სადაც ისინი უფრო გააქტიურდნენ ჯერ აზერბაიჯანის ხელისუფლების ქმედებები რუსეთთან მიმართებაში. იმას მნიშვნელობა არ აქვს, ისინი მართლები იყვნენ, არ იყვნენ, გეოპოლიტიკურ პროცესზეა საუბარი. შემდგომ პაშინიანის პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა, ტრამპის ჩართულობა, თურქების ჩართულობა ამ პროცესებში, ზანგეზურის, დერეფანზე სერიოზული მსჯელობა და რაღაც ხელშეკრულების დადება. თუმცა ჩაიშალა. ნუ მნიშვნელობა დღეს ჩაიშალა, ხვალ ის რომ მოაწერა, ხვალ გააგრძელებენ. ამას აქ თავარი რა არის თავარი სტრატეგია უკვე გამოჩნდა. ეს არის სამხრეთ კავკასიიდან მთლიანად რუსეთის გაძევება. და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ახლა იმ ლავროვის და რუსული მხარის რეაქცია მოყვება მას ნებისმიერ, ნუ ლავროვის განცხადება იყო, შესაბამისად მოყვება რეაქცია ამ პროცესებზე. ნუ სავარაუდოდ მე ვთვლი, რომ უკრაინის კონფლიქტის დასრულების მერე და ვისაუბრეთ ამ თემებზე ჩვენ როგორ წარმოგვიდგენია ამის დასრულება, ამის მერე დაიწყება სამხრეთ კავკასიაში სერიოზული გეოპოლიტიკური კონკურენცია უკვე ბრიტანულ-თურქულ ალიანსა სავარაუდოდ და რუსეთს შორის. როგორ ჩანს ეს ალიანსი მართლაც ვინაიდან შეერთებული შტატები უფრო ჩინური პროცესებით იქნება დაკავებული, ნუ მათი სამხედრო საგარეო პოლიტიკური სტრატეგიიდან, ამ ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკური სტრატეგიიდან გამომდინარე. და ეს წმინდა დაპირისპირება თურქულ-ბრიტანულ ალიანსის და რუსეთთან იქნება სავარაუდოდ ამ კონფლიქტის დასრულების შემდეგ. მე ვარაუდობ ეს რამოდენიმე თვეში დაიწყება ეს ეტაპობრივად ეს პროცესები. როგორ ლოგიკურ დასასრულამდე მივალთ, ჯერ არ ვიცი, თუმცა ბალანსი, რასაც ხო განაცხადდა ლავროვმას განაცხადა ნებისმიერ ხერხით და საშუალებებით. აი ალიევის განცხადებას, ბოლო განცხადებას, რაც მე მოვისმინე, რაც ჰქონდა მას, რაც მან გააკეთა აზერბაიჯანის სამეცნიერო წრეებთან შეხვედრის დროს. სევანის ტბაზე ისაუბრა და მან თქვა, რომ არ არსებობს ასეთი დასახელების ტბა, რომ ეს არის უკვე შემდგომში დარქმეული სახელი და სინამდვილეში ის აღარ მახსოვს ის ტერმინი, თურქული დასახელებით მოიხსენია ეს ტბა და ჩვენ ყველას მთელ მსოფლიოს უნდა ვაცნობოთ, რომ აი ესეთი ტოპონიმებიო ზოგადად დღევანდელი სომხეთის ტერიტორიაზე ხა არისო დარქმეულია, თორე სინამდვილეში იქო
უნდა იყოს აზერბაიჯანული ტოპონიმები, უნდა ერქვას. ანუ ამით რისი თქმა მინდა ეხა ამას გასაგებია ხა სომხეთში რა რეაქციაც მოყვებოდა, მაგრამ ძალიან აქვს მადა გაზრდილი აზერბაიჯანს და ალიევს თუ შეგვიძლია ასე ვთქვათ და როგორც ჩანს აქ ხო ამისი საფუძველი თუ არ ვიცი აბა რამ გამოიწვია ის რომ თელიან პერიოდის საფუძველი აქვს რა თქმა უნდა ყარაბაღის და იმ ტერიტორიების განთავისუფლების მიერ და მე ვთვლი რომ ეს აზერბაიჯანის ტერიტორიები იყო თუმცა ნუ პოლიტიკაში ხდება ადამიანი პოლიტიკოზე ფსიქოლოგია ისე ამოწყობილი ფსიქოლოგიურ იმიდან ჭრილში თუ განვიხილავთ ამ თემას ყოველს ადამიანი ზოგადად ყოველთვის მეც ითხოვს თორსა წარმატება გაქვს რა თქმა უნდა უფრო მეც მოითხოვ ნუ დაახლოებით ამ კონტექსტშია ბატონი ალიევი თავის საგარეო პოლიტიკას ამ კონტექსტში ახორციელებს მე უბრალოდ ის რა არის ირაკლი მართლა გულწრფელად შიშობ ამას სადაც ის ეხა სომხეთის ტერიტორია გასაგებია სომხეთს და აზერბაიჯანს შორის დამოკიდებულება მაგრამ ეხა სადაც ეხა იქ სომხეთის ტერიტორიაზე ამბობს ხო გასაგებია რომ ჩვენი ტერიტორიის მიმართებაშიც იგივე ინტერესები ექნება გეთანხმებით მე თქვენ გეთანხმებით რა თქმა უნდა ინტერესები ექნება და ძალიან სერიოზული ინტერესებიც ექნება ну თუმცა დღესდღეობით მათ არ უნდათ ეხლა საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭება ვინედან ну ახმული საზოგადოებაში ახმული მტერი მაინც სომხეთია მიუხედავად იმისა იმ პროცესებისა რომ მიდის დაგარკვული და ახლობით დათბობის პოლიტიკა მაინც თვლიან რომ ну სომხეთი მათ ტერია რა ბოლო 30 წლის განმავლობაში ასე მათ იმაში აზროვნებაში ცნობიერებაში ჩადებული ორივე მხრიდან ორივე საზოგადოების მხრიდან თუმცა დაგარკვული დათბობის პოლიტიკიდან გამომდინარე ისეთი პროცესები წავიდა რომ ცდილობენ განსაკუთრებით დღევანდელი სომხეთის ხელისუფლება და ჩაჯდეს იმ პროდასავლურ ასე ვთქვათ ვექტორში რომ ჩაჯდეს ცდილობს გარკვეულწილად სიტუაციის დათბობას აზერბაიჯანთან თურქეთთან და შემდეგ და მე უფრო მეცაც გეტყვი ხა სომხებს ამერიკა ძალიან სერიოზული ლობი ყავთ თლად მასიც არ არის ხა კი ბანკ განსაკუთრებით შეერთებულ შტატებში და თლად მასიც არ არის ხა სომხეთის განადგურებას რომ მოინდომოს სომხეთი არის კაცო უძველესი სახელმწიფოა ჯერ ერთი ხა კავკასიისთვის ტრადიციული სახელმწიფო არის საქართველო არის სომხეთი და ალიევის ეს გაზრდილი მადა ის რა პრობლემა აქვს საერთოდ პატარა ქვეყნის ასეთ ლიდერებს ჩვენ სააკაშვილი ყავდა ასეთი რომ მათი ის რა ქვია არ შეესაბამება ქვეყნის შესაძლებლობებს არც სამხედრო პოლიტიკურ არც ეკონომიკურ და ახლობით იგივე სიტუაციაში დღეს ალიევი და ასეთი მართულები ძალიან ცუდად ასრულებენ და მე გეუბნებით მე არაფრის საპრეტენზიო კონკრეტულად ჩვენ არ გვაქვს ახლა ალიევთან თუმცა ასეთი პოლიტიკის შესაძლებლობა ძალიან ცუდად დაასრულოს თვითონ პოლიტიკურმა ლიდერმა და ძალიან ცუდად დააზიანოს საკუთარი ინტერესებს ჩვენ რა თქმა უნდა კაცო უსურვებ ახლა მე საქართველოს ტერიტორიაზე ნუ ექნებათ ნურანაირი პრეტენზიები და ჩვენს ქვეყანასთან ნუ ექნებათ პრობლემა თორე ისემ უქნიათ კაცო კიდევ უფრო მეტი გამხდარან კიდევ უფრო გაუზრდიათ თავისი მიწები კიდევ უფრო გამდიდრებულა რა თქმა უნდა დიდარი კეთილი მეზობელი რო ყავს სახელმწიფოს ამაზე კარგი არაფერი არ არის მაგრამ აი საშიში არის იმიტომ რომ ჩვენს გვაქვს პრობლემა აზერბაიჯანთან რაც მიყუჩებულია ეს თემა დავით გარეჯის თემა მაგრამ ეს ხო არ არის ისეთი თემა რაც სამუდამოდ არის დაიწყებული ადრე თუ გვიან ეს ხო გაცოცხლდება ეს თემა წარმოჩინდება ამ მიმართულებით გარკვეული პრეტენზიები იქით ამ მხრიდან და ასეთ ფონზე როდესაც მე არ ვიცი აი ცოტა კრიტიკულად მინდა შევხედოთ ამ ჩვენი ხელისუფლების მოქმედებებსაც რომ რა თქმა უნდა ინტენსიური ურთიერთობები მეზობლებთან ეს არის აუცილებელი პროცესი მაგრამ მეორეს მხრივ ცოტა არ იყო ჩემთვის აი თვალში მოსახვედრია ხოლმე რომ უკვე სპორტის მინისტრის მოადგილეების დონეზე თითქმის აი ყოველდღიური ანუ უკვე უმაღლესი შეხვედრებიდან არიან აი სამუშაო რეჟიმებზე გადასული შედარებით დაბალი რანგის მოხელეებიც კი ყოველდღე ხვდებიან ერთმანეთს საერთო პროექტები და რა ძალიან ხდება საქართველოს ინტეგრირება აი ამ სივრცეში სადაც ჩვენ აშკარად ვერ ვიქნებით ლიდერი აშკარად იქნება თურქულ აზერბაიჯანულ სივრცეზე მაქვს ლაპარაკი ხა ამ სივრცეში ჩვენ ინტეგრაცია ნიშნავს რომ ჩვენ უნდა ვიყოთ აი ყველაზე ბოლო მაჩანჩალა ქვეყანა იმიტომ რომ აქ საუბარია აზერბაიჯანზე რომელიც არის თურქეთის ტრადიციული პარტნიორი და იგივე ხალხი რაც თურქი ხალხი აქეთ არის საუბარი თურქეთის უძლიერეს სახელმწიფოზე და ამ კონტექსტში ხა საქართველოს არ ამგონია რომ ამ ალიანსში რაღაც დიდი განსაკუთრებული უფლებები კონდეს ხო ნუ შესაძლოა ხა დერეფნის თემაზე ჩვენ მაგით დავიწყოთ ეს გადაცემა დერეფნის თემა თუ ამ სატრანზიტო დერეფნის ფუნქციის შესრულებას დაიწყებს შესაძლოა ფიქრობენ რომ ჩინეთის წინააღმდეგ ვერ წავლენ და შესაბამისად დაბალანსდება ეს სიტუაცია ну თუმცა მე იმაზე ვარ რომ ეს პროცესები ისეთი გეოპოლიტიკური პროცესი ახალი წესრიგი რეგიონალური წესრიგი შექმნილი არ არის შესაბამისად ის სატრანზიტო დერეფანი შუა დერეფანი რასაც ჩვენები ну ჩვენები კი ზოგადად ასე ქვია პროექტს
ну ამის გადაწყვეტა საერთულია და ეს ვერ დაიცავს პირდაპირ ვამბობ რომ ამ გეოპოლიტიკურ პროცესებში ვერ დაიცავს მხოლოდ ჩინური პროექტი, შუა დერეფნის პროექტი ზოგადად რამდენი შეიძლება ეკონომიკური პროექტები იყოს უსაფრთხოების გარანტია სხვათა შორის აი გალდონ სოფიკო სოხაძე იყო ხოლმე ჩვენთან ხშირად ეხა ამ ბოლო დროს ისე დაემთხვა რომ არ ყოფილა ჩვენს ედერში ხშირად თუმცა აი მისგან ამა გაგონილი და ვეთანხმები მე ამ პოსტულატს რომ ეკონომიკური პროექტები ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ აი მხოლოდ ეკონომიკური პროექტი, აი შუა დერეფნის კონტექსტში თუ ვიტყვით, რომ მხოლოდ ეს შეიძლება გახდეს უსაფრთხოების გარანტია სახელმწიფოსთვის, ესეთი ხედვა არასწორიაო, მაგალითად, აი ესეთი აზრიც მომისმენია. კი, მაგრამ მე ვეთანხმები ალბათ სოფიკოს ვეთანხმები ამ მაშინ ვინაიდან ნებისმიერ ეკონომიკურ პროექტის უკან პროექტს ჭირდება უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ხოლო უსაფრთხოება ეს არის ძალა. შესაბამისად რომ ავიღოთ ეხლა შუა დერეფნის პროცესს ამის უსაფრთხოება ვინ უნდა რომელმა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ჩინეთი ჩინეთ როგორ უზრუნველყოფს მისი გეოგრაფიული ამ სიშორიდან გამომდინარე რაღაც მე მეორე თუ ევროპულ თურქულ ალიანსთან არის მიბმული ეს ჩინური შუა დერეფნის და როგორ ჩანს ამ ევროპულ რაღაც ჩინური ალიანსის თემა ნუ ალიანსს ესე ვიტყოდი რა ვინაიდან ამ წმინდა ინტერესებიდან გამომდინარე შეთანხმებული თემა ევროპელებთანაც შესაბამისად ამის უზრუნველყოფას თურქეთმა უნდა განახორციელოს ამის რეალიზაცია უნდა მოხდეს და თუ თურქეთი იქნება ამის უსაფრთხოების განახორციელებელი ამ ეკონომიკურ პროექტზე საქართველოს ტერიტორიაზე. ნუ შესაბამისად ეს რუსეთისთვის სრულად მიუღებელია ეს პროცესი. აქ იწვია აი ეს კოლიზია დაპირისპირებას, ნუ კოლიზია კონფლიქტს და შესაბამისად შეიძლება ცივი კონფლიქტი ცხელს გადაიზარდოს. ჩვენ არ ვიცით ხო როგორ მოხდება. ამიტომ ეს პროექტები შუა დერეფნის პროექტი და ჯერჯერობით ასეთ და სტრუქტურა ცვლილების სისტემა არის, გეოპოლიტიკური სისტემა. ცვლილების რეჟიმშია. და შესაბამისად ხდება ახლებურა სტრუქტურირება რეგიონალური სისტემის, ხო? და ეს ჯერ დასრულებული არ არის. ამხელა პროექტების რეალიზაცია ცოტა არ იყოს ну раз блефის დიდი ნაწილი მგონია. კი ბატონო და ბოლო თემა რაცაც მინდოდა გვესაუბრა და დროც დაახლოებით 8 წუთი გვაქვს, 8-10 წუთი გვაქვს. ამისთვის დარჩენილი შეეხება არაბულ ინვესტიციას. ჩვენ ვხედავთ იგივე ჩინეთთან მიმართებაში აქტიურად გადადგმულ ნაბიჯებს, რაც გვახარებს და სხვა შორის წინა ეთერში, ორშაბათს ეთერში ქონდა მე და ცოტნე სამ საკითხზე საუბარი. მან გაიხსენა იგივე ჩინეთთან ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, მან გაიხსენა და სრულად ვეთანხმები იგივე ჩინეთთან მომხდარი შემთხვევა, როდესაც ჩვენი ქვეყნის ადმინისტრაცია, ღარიბაში წინ ადმინისტრაციაზეა საუბარი, ჩავიდა ჩინეთში და იქიდან წამოიღო ანაკლეის პროექტი და თან წამოიღო იმ პირობით, რომ 51% ამ პროექტში არის საქართველოს ხელისუფლების და თანასწორია ეს არ არის იმ ტიპის ინვესტიცია, რაც მაგალითად არაბებზე არის, ხო, რაზეც არის არაბებთან საუბარი. ეს არის პროექტი, რომელიც მართლა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია, უსაფრთხოების კუთხითაც, ეკონომიკური კუთხითაც, იგივე მოსახლეობის დასაქმების და სოციალური გაუმჯობესების კუთხითაც, აი ეს ნამდვილად არის მისაღები ინვესტიცია, მაგრამ აი როგორი ვითარება გვაქვს ამ არაბულ ინვესტიციასთან მიმართებაში, მოცულობით ეს არის 6 მილიარდზე ლაპარაკი და თან პლუს ამბობენ, რომ ეს 6 მილიარდი მე 10 მილიარდს დაასტიმულირებს თავის მხრივ უკვე არაპირდაპირ მოგებას, რასაც მოიტანს ეს ყველაფერი. საკმაოდ დიდი ფინანსური სარგებლის ნახვაზე არის ჩვენი ქვეყნისთვის საუბარი, მაგრამ რამდენად არის სწორი აი ასეთი ტიპის ინვესტიციების შემოდინება ქვეყანაში. რო ვთქვათ, ეხა მართლა თანამედროვე სამყაროში 21 საუკუნეში, სადაც მთელს დედამიწაზე არ ვიცი, გაგვიჭირდება 1 კვადრატული მეტრი ვნახოთ, რომელიც ვიღაცას აზომილი არ აქვს და რომელიღაცა ქვეყნის რეესტრში არ არის უკვე და საკუთრებაში არ არის ვინმეზე გადაცემული, ხა ესეთ პირობებში მართლა თუ შენ გამოაცხადებ, რომ მოდი ბატონო, აგერ გაძლევ ტერიტორიას და რაც გინდა აშენე, ესე ინვესტორის მოყვანას რა უნდა, ხო? ნებისმიერი ყველა დაგთან ხდება ამაზე, რომ ტერიტორიას გაძლევ, მოდი რაც გინდა აშენე, ვინც გინდა ჩამოიყვანე, ვინც გინდა ჩაასახლე, ხა. ამ პირობით თუ მივცემთ ნებისმიერი ინვესტორი დაგთან ხდება და რამდენად სწორია რომ აი ესეთი მიმართულებით მუშაობდეს სახელმწიფო არ ხარჯავდეს ენერგიას იმაზე რომ მოიზიდოს ინვესტორები რომლებიც აქ წარმოებას განავითარებენ რომლებიც ტექნოლოგიებს შემოიტანენ და აი ესე უბრალოდ ამ ქვეყნის მიწა რაც გვაქვს დარჩენილი მოდი დავარიგოთ რომ ვიღაცებმა რაღაცები ააშენონ ну ერთადერთ სახელმწიფო ვინ საქართველოს წარმოების და მეტნაკლებად ინდუსტრიის განვითარებით ну აწყობს ეს არის რუსეთი და რუსი ბიზნესმენები. ვინაიდან მათ საქართველოს წარმოებული პროდუქცია, რაც მათ არ გააჩნია, ვიცით რომ როგორი კლიმატური პირობებია რუსეთში შესაბამისად, გარედან შემოაქვს ძირითადი პროდუქცია. ერთადერთ მეტნაკლებად ვისაც აწყობს და ვინც შეიძლება ამ მიმართულებით ჩადოს თანხები, ეს არის რუსეთი და რუსული ბიზნესი. შესაბამისად, დანარჩენს
დანარჩენს არ ამგონია ახლა რომ რამე ინტერესი ქონოდეთ. იქ ვიცით რა ძალიან საერთო ეკონომიკა მოითხოვს ძალიან პრაგმატულ რაციონალურ აზროვნებას. რაღაცას რომ დებ ხარჯავს, მოგება უნდა მივიღო ამისგან. შესაძლოა მოგება რომ მიიღო რამე აწარმოო, უნდა კონდეს გასაღების ბაზარი ამ პროდუქციისათვის. ჩვენი დამოკიდებულება და იმ დასავლეთის დამოკიდებულება ჩვენი ურთიერთობისა რუსეთთან ვიცით როგორია. შესაბამისად ბაზრის პრობლემაც შეიქმნება ამ წარმოებული პროდუქციისათვის. ეს წამგებიანი იქნება ნებისმიერი გარე ინვესტორისათვის. ერთადერთი იმიტომ ვიძახი რომ ერთადერთი რომელსაც მეტნაკლებად აწყობს ეს არის რუსული ბიზნესი. რომელსაც ასევე აქვს თავისი ბაზარი. კი, თავისი ბაზარია, თავისუფლად შეიტანს, შესაბამისად ეს გამოიწვევს გარკვეულ ეკონომიკურ განვითარებას. რაც შეეხება არაბული ინვესტიციების მოზიდვას, აი წმინდა ეკონომიკურ თვალსაზრისით რო ავიღოთ, რა ვიცი მე ახლა რა მოგება უნდა ნახოს. ეს გამოიწვევს პირდაპირ ბატისტას დროინდელ კუბიზაციას საქართველოში. აი რა ახასიათებდა ბატისტას დროინდელ კუბიზაციას? ეს იყო პირდაპირ კაზინოების და ბორდელების ქვეყანა იყო მაშინ. კი ბატონო, ეს იქნება თქვენ წარმოგიდგენიათ, მე არ ვიცი ახლა რამდენად მართალია, ყოველ შემთხვევაში მე წავიკითხე რაღაც 30000-მდე მუშახელი შემოყვანა საპირებენ, ხო? საუბარი იყო რომ 30000-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნებაო, საიდანაც ნაწილი უნდა იყოს იქაური, ნაწილი აკაური, მაგრამ რაც დადასტურებულად ამ კაცმა თქვა, 60%-იო დაახლოებით იმ მშენებლობების, რასაც ჩვენ განვახორციელებთ, გათვლილი არის საერთაშორისო მყიდველებზე. კი ბატონო. მე იქ მაგრამ ის 40%-ი საერთაშორისო მყიდველებზეა. ზუსტად ეს არის, ბაზას ვამბობ, ეს არის ბატისტას დროინდელი კუბას მივიღებთ რამოდენიმე წელიწადში. თუ მუშახელსაც კი უცხოეთიდან შემოვიყვან და სავარაუდოდ ვინ უნდა შემოვიდეს, არ ვიცი, სავარაუდოდ ახლო აღმოსავლეთიდან შემოვიყვან. თავის არაბებს ახლა. თავის არაბებს, რომელიც მიიღებენ ამაში მონაწილეობას. ხა არაბი 30000 მარტო ხარ ჩამოვა რა მუშახელი. თუ 15000 თუ მნიშვნელობა რა რამდენიც. ოჯახებით ჩამოვა. შესაბამისად ერთ დღეში და ერთ თვეში ხარ მოხდება ამ ქალაქების გაშენება. ამას წლები ჭირდება. შესაბამისად ისინი მათ უნდა კონდეთ აქ რაღაც სტატუსი მაშინ ამ ხალხს. კი ბატონო, საავადმყოფო მოქალაქეობასაც მისცემენ. ეს დემოგრაფიული სიტუაციის შეცვლას, გარკვეულ კულტურული ფაქტორები შეიძლება ქვეყნის დაპირისპირებას მოხდეს, აი წმინდა კულტურულ კონფესიურ ნიადაგზე. ამაშია სიტუაცია სერიოზულად არიოს. და ყველაზე რთული ეს ძალიან მორალური თვალსაზრისით ძალიან დაარტყავს ქართულ საზოგადოებას. ქართველ ერს პირველ რიგში. და რატო? ეხლა თქვენ წარმოგიდგენიათ, ინდუსტრია არ არის, ფაბრიკა არ მუშაობს, ქარხანა არ მუშაობს. არავინ არც დასაქმებული არ არის. მას მოუწევს ამ სასტუმროებში იქნება თუ ბოდიში ამ გამოთქმაზე, მათ მე აშენებულ ბორდელებში მუშაობა. შესაბამისად, ჩვენ ვიქნებით უბრალოდ ამ აღვირახსენე უცხოელი კაპიტალისტის თუ როგორც ბიზნესმენის, როგორც დღეს მოდაშია ეს ტერმინი, ხო? ამის მოსამსახურე პერსონალი. ქალები ალბათ თავის ფუნქციას შეასრულებენ, მამაკაცები თავის ფუნქციას შეუსრულებენ ალბათ სავარაუდოდ. ამიტომ ეს პროცესი იცით რა, მე საერთოდ ყოველთვის გასაგებია ტურისტული ეკონომიკა ძალიან კარგია, ცუდი არ არის ყოველ შემთხვევაში. თუმცა არის ფაქტორები რაღაცა ღირსების მომენტებიც არის. რომელიც მოსამსახურეა, ეს მე მათ მომავალი არ არის. გამოცხადებული რო აქვს ჩემი ეკონომიკური არის რომ ვინმე ფულიანი ვნახო რომ მოემსახურე. მოსამსახურე ჭირდება 5 კლასი განათლება. და ეს იწვევს ერის დეგრადაციას იწვევს, აი პირდაპირ გეუბნები თქვენ. ერის დეგრადაციას მის განადგურებას და საბოლოოდ გადაშენებას საერთოდ. აი უტვინო მასებად, აი ბიომასა ჩამოყალიბებას. თუ ვისაც სურს, თუ ვინმეს უნდა ეკონომიკური განვითარება, შესაბამისად უნდა მოხდეს ინდუსტრიალიზაცია, ინდუსტრიის განვითარება, მრეწველობის შექმნა. ეს გამოიწვევს, მას ჭირდება ინდუსტრია, ჭირდება განათლებული საზოგადოება. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი თქვი ირაკლი, რაც მინდა ვთქვა, რომ იშვიათად მომისმენია, აი წმინდა ფსიქოლოგიურ მომენტზე გაამახვილე ყურადღება, რომ აი როგორ ერად აქცევს სახელმწიფოს ასეთი ტიპის მიდგომები. მართლაც, როცა შენ მთელი ეკონომიკური პოლიტიკა გამოცხადებული გაქვს, რომ ჩვენ ერთადერთი მიზანი ამ ქვეყნის არის ვინმე მდიდარი მოვიდეს, რომ მერე ჩვენ გავხდეთ მისი მოსამსახურეები. ხო, ეგ არის ტურისტული ეკონომიკა მაგას ნიშნავს. ერი, რომელსაც არ ვიცი, რავი, ჩემ ბავშვობაში ესე იყო და არ არის ხო დიდი ხანი 30 წელიც არ არის გასული ამ ჩემი ბავშვობიდან, რომ ერი, რომელიც ვიყავით და რომელსაც twin-ში გვედო, რომ ჩვენ ვართ მებრძოლიერი, ჩვენ ვართ გამარჯვებული, ომებში გამარჯვებული ერი, ჩვენ ვართ მწარმოებელი ერი, ვინც რაღაც პროდუქციას ქმნიდა იმ საბჭოთა კავშირში იყო თუ იმ უზარმაზარ სივრცეში, ჩვენი სიტყვა გვექთმოდა, ჩვენი პროდუქტი გაგქონდა, ასე ვთქვათ. აი ეს ერი მართლა რანაირად უნდა მოახერხო, რომ სულ რაღაც 2-3 ათეულ წელიწადში აქციო ერად მომსახურე პერსონალად, რომელიც იძახის, რომ აი ოღონდ ვინმე მდიდარი მოვიდეს და მე აი ფეხებს დავბან რა, დაახლოებით ამ დონემდე ვარ დაშვებული და ძალიან სამწუხაროა თუ ამას ხელისუფლებაში ვერ ხვდები. დღესდღეობით ეს პროცესი მიდის, მე ეს ამას გამოიწვევს ეს არაბული ინვესტიციები, გასაგებია ჩვენთან ელიტაში ახლა გარკვეული ერთეული ადამიანები შეიძლება ძალიან ხელი მოითმონ და დიდი შემოსავალი ნახონ ამით, თუმცა ზოგადად
აი მასობრივი თვალსაზრისით, წმინდა ნაციონალური ინტერესებიდან გამომდინარე, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ხო ეს კატასტროფამდე მიიყვანს ქართულ საზოგადოებას. ყველა ასპექტი, მორალური, აქ მარტო ფინანსებზე ხო არა და იმედი ჭამაზე და ბოდიშთან მერტვალით შურ გახვიდე იმას საუბარი. ადამიანს ცოტა რაღაც მორალური ფაქტორების ხო იმაშვება რა. აი ღირსება უნდა გააჩნია ადამიანს. ეროვნული თვითშეგნება კი. ეროვნული თვითშეგნება კი ბატონო, ეროვნული თვითშეგნება რა თქმა უნდა. ნუ ამას პობენ, ანადგურებენ. თუმცა არის ისტორია ისე რომ ჩვენ შევადარეთ ახლა ბატისტას კუბას, ხო, ეს პროცესი თუ ასე გაგრძელდა. ნუ შეიძლება ყველა მის ისტორიაში ბატისტამ 58-19 წლებში როგორ დაამთავრა თავისი ჩეგევარა გჭირდება ეს. კი ბატონო, ჩეგევარას გამოჩდება მერწმუნით მე. კი ბატონო, დიდი მადლობა ირაკლი, მადლობა ძალიან საინტერესო საუბრისთვის და იმედი მაქვს რომ ჩვენი მაყურებლისთვისაც ჩვენი დისკუსია იქნებოდა საინტერესო. მე შეგახსენებთ, რომ ირაკლი უბილავა, ანალიტიკოსი, პოლიტოლოგი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. ჩვენ შევეხეთ საერთაშორისო პროცესებს და ასევე ქვეყნის შიგნით მიმდინარე აქტუალურ საკითხებსაც. მე კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი გადაცემების ნახვა უკვე არის შესაძლებელი თავისუფალ არხზე, მაგთიზე 38, სილქნეზე 254 არხი არის ეს მენიუში, ასე რომ გვიყურეთ და გვირდებით, რომ მაქსიმალურად საინტერესო კონტენტ შემოგთავაზებთ ხოლმე. მადლობა ირაკლი, დაგემშვიდობები და დავემშვიდობები მაყურებელსაც მომავალ შეხვედრამდე.